რა პოზიტიურად დაიწყო ჩვენი დღე, როცა ქალბატონი მანანათ და ჩვენი სტუმარი, უმშვენიერესი ყველაფრის საყვარელი, განსაკუთრებული, გამორჩეული ქალბატონი მანანათ. კიდე ქალბატონი? მანანათ თოდაძე. გემშვიდობისა, მოგესალმებით. ფასტორი მაყურებელო. როგორ გძადებით ქალბატონი მანანა? გადასარევად. როგორი ფანტასტიკური სიმღერით მოგძადდი. აი, მე გაგახსენდათ ახალგაზრდობა. ეს ხო მე განსაკუთრებით. მე, კი. ეს არის ძალიან ძველი სიმღერა და რაღაცა მინდოდა რომ გამეახლებინა და ნუ ჩემი ცირა, მაგას ვენაცვალებ ზიშვილი. ნუ დახატა ეს სიმღერა ხელმეორედ გავაცოცხლე. ქალბატონ ცირას დიდი მადლობა და ერთხელ უნდა გვესტუმროს ქალბატონი ცირა ჩვენ აუცილებლად. თხოვოთ პირდაპირ ეთერიდან თქვენ უნდა გვიშოვოთ მაგამ. ეს სიმღერა, რატო ეს სიმღერა, იმიტომ რომ რაღაც ახალგაზრდობა გამახსენდა, ცოტათი რაღაცა კიდე რაღაცები გამახსენდა, ძველი სიყვარულები, რთული პერიოდები. ხო და ერთხელ ახალი ამბები. რატო ეს სიმღერა? აქაც რამე გასახსნელი ხო არ არის ახალი ამბავი? არა, ახალი ამბავი საერთოდ ყოველთვის არის. ახალი ამბის გარეშე როგორ შეიძლება იყო ადამიანი. მაგრამ იცი რა, ეს ისეთი სიმღერა, რომ ყველა ქალბატონი თავის თავზე მიიღებს. ეხლა ყველას აქვს რაღაცა გადატანილი ხო ხდებით. ამიტომ ეს მე მიუძღვენი, აი ეს სიმღერა პირველი დღიდან მიუძღვენი ჩემს ძვირფას ქალბატონებს. ძლიერ ქალბატონებს შეიძლება ასე ითქვას. ძლიერ ლამაზ ჭკვიან ქალბატონებს. ხო და მათ შორის და პირველი ხარ თქვენ ქალბატონო მანანა ქალბატონო არა და მოდი ცოტათი აი ცოტა უკან წავიდეთ და ყოველი თქვენი სტუმრობა თქვენი რაღაცა საინტერესო ინფორმაცია არის რაღაცა სასწავლო და სამას როგორ არის შემეცნებითი აი დავიბედე მოდი ცოტა უკან წავიდეთ რა არის ის რამაც აი მქარ ცეცხლში ახალგაზრდობიდან დაწყებული მოგიყვანათ დღემდე იმიტომ რომ რთული პერიოდები ისიც ვთქვათ რომ არ იყო ჩასაცმელი და ხელით კერავდით ფარდიდანაც შეგიკერავთ. მე რაღაცა შემოქმედება რომელსაც პაუზაც კი არ ქონია დღემდე. პაუზა არ ქონდა. სიყვარული რომელმაც ერთხელ არ გაამართლა რაღაცები. აი რა იყო ის ღერძი რამაც დღემდე მოგიყვანათ და ესეთი ძლიერი ხარ. იცი რა მე არ მეგონა არასოდეს თუ ძლიერი ვიყავი. მე ჩემი თავი ყოველთვის მეგონა სუსტი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტები იყო ისეთი სუფტიროდი ხომე და პასუხს ვერ ცემდი ვერასოდეს ვერავის. მართალიც რო ვიყავი, მაშინაც კი. ხო და ამიტომ ისე რაღაცა ცხოვრება, იცი რა როგორი ყველაზე დიდი პედაგოგი არის ცხოვრება. ცხოვრება პრაქტიკულად რო გაივლი შენ აი ამ გზას, უკვე ცხოვრება გასწავლი შენ როგორ უნდა მოიქცე, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო, ვის როგორ უნდა მოიქცე. აი ყველაფერი არის მაინც ცხოვრების გამოცდილება. ხო, მაგრამ ხო არის და აი ცხოვრება გაძლიერებს ძალიან და მთავარი იცი რა არის, რომ არ შეუშინდე, არ მოდუნდე, ხელები არ ჩამოყალო, უნდა გააგრძელო ბრძოლა. და ბევრჯერ რო ხდება დაცემა და ისევ აი მაგაშია მთელი სიძლიერე ადამიანის რომ არ უნდა შეუშინდე სირთულეებს, უნდა დაეცი ჩამოიბერტყი ადექი და გაიარე. მასე რომ მივყვეთ ჩვენ ყოველ იმაზე პრობლემაზე, რომ ჩვენ ხელები ჩამოვყაროთ, ფრთები ჩამოვყაროთ და ის მაშინ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას, ხო სწორია. მაშინ საერთოდ წინ ვერ წავიდოდით ვერასოდეს. ვერ წახვალ ადამიანი წინ, თუ შენ არ გამოცადე, არავინ არ თქვას, რომ სხვის შეცდომებზე ვიღაცა სწავლობს. გამორიცხული ვარიანტია. კი, შეიძლება რაღაცა გაითვალისწინო სხვისი რაღაც პრობლემები და შეცდომები, მაგრამ შენ თვითონ რო დაუშვებ შეცდომას, იქ უკვე სხვანაირად სწავლობ და თავარია მეორედ არ დაუშვა და მესამე შეცდომა. პირველი დაცემა ქალბატონი მანანა, რომელმაც დაგაფიქრათ და მიგიყვანათ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კი ეს არის გამოცდა და ამ გამოცდიდან მე უნდა მივიღო სწავლება, რომელიც გაუმადგება მომავლისთვის. ყველაზე მთავარი ანდრე იცი რა არის ცხოვრებაში მე ერთ რამეს ვიხდი თუ რამე ხდება ჩემ ცხოვრებაში პრობლემა მე სხვაში არ ვეძებ მიზეზს და სხვას არ ვაბრალებ არაფერს იმ წუთში უღრმავდები ჩემს საკუთარ თავს უფიქრდები ვაკეთებ ანალიზს ყველა სიტყვის ყველა მოქმედების და იქ უკვე ხვდები მე რა დავაჩავე სად შევცდი და როგორ უნდა მოვიქცე ამიტომ ეხლა პირველი ჩემი ყველაზე დიდი განსაცდელი იყო მე როდესაც გავემგზავრე საქართველოს და წავედი აქ ნუ იყო ისეთი გავლენები, მოვლენები, რამაც მე მაიძულა აქედან წავსულიყავი. ისეთი დიდი ტრამვა მივიღე მე, წავედი, გავემგზავრე აქედან, რომ აი 3 თვე გამიჭირდა ძალიან.
სამი თვე ხამხამობით ვტიროდი. სამი ხო, დღე ვიცინოდი, იმიტომ რომ არავინ არ უნდა ნახოს შენი ცრემლები, შენ როგორ განიცდი და თუ რამე გაწუხებს. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ შენი პრობლემა სახში დატოვო და გარეთ რომ გამოდიხარ, ყველას უნდა სიყვარული აჩუქო და სიხარული და ღიმილი. რა ადვილად ამბობს. ყველა ვერ ახერხებს ამას ქალბატონო მანანა. ეს ამას დიდი ძალისხმევა უნდა. ამას უნდა დიდი ძალისხმევა, საკუთარ თავზე მუშაობა, არ არის ადვილი, იცი? იმიტომ რომ მით უმეტეს როცა ცნობილი ადამიანი ხარ, იქ ძალიან ბევრ რაღაცებს წააწყდები, ნიუანსებს, რაღაცებს და ეს ყველაფერი ჯობია გადაყლაპო, აი დაწყნარდე, დამშვიდე და პასუხი არ გასცე. იმიტომ რომ ყველას ვერ გაწუდები ფიზიკურად, რომ ყველა ადამიანს უმტკიცო რაღაცა. მე კიდე ისეთი ტიპი ვარ, მე თუ მართალი ვარ უფლის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე, მე შემიძლია ერთხელ აგიხსნა, ნატუკა, იცი რა, ესე მოხდა. შენ თუ გაწყობს, დაიჯერებ და თუ არ გაწყობს, არ დაიჯერებ და მე მეორე და მესამედ უკვე აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი და საუბარი და თავის მართლება მით უმეტეს. სამი თვე რომელიც თქვით რომ ძალიან რთული იყო და ვტიროდიო, რა იყო რამაც გადაგალახინათ ეს სამი თვე? იცი რამ გადამალახინა, უცებ დავფიქრდი და მივხვდი ჩვენი ერთ დღეს რომ მე რა უფლება მაქვს ვიტირო, ვინერვიულო, როდესაც უფალმა მომცა ლუკმის შოვნის საშუალება ხალხო. მე ვთხარი, აი რატო რა მნიშვნელობა აქვს სამღერი ხარ, ხომღერი ხარ. მე ჩემ შემოქმედებას ხო უზიარებ მსმენელს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მსმენელი, მსმენელი ხოა. მე ჩემს ქართულ შემოქმედებას უზიარებ და ვაყვარებ სხვა ერის წარმომადგენლებს. მე მაქვს ლუკმაპური საშუალება, მე მაქვს ხელფასი. მე ვიცი რომ ჩემი შვილები მშივრები არ იქნებიან და მე ვიცი რომ ყველაფერი კარგად მექნება, არავისი არ ვიქნები დამოკიდებული. და უცებ დავწყნარდი, დამშვიდი, ბოდიში მოუხადე უფალს და გავაგრძელე ცხოვრება. ერთ რამეს მივხვდი, მნიშვნელობა თუ შრომობ ადამიანი წესიერად, პატიოსნად, უფალი ყოველთვის დაგიდგება გვერდში და ყოველთვის გზას მოგცემს და სულ ეხვეწებოდი ღმერთო, მიმანიშნე, რომელ გზას დავადგე. მადლობელი ვარ უფლიც, რომ მე დავადექი სიკეთის გზას, სწორ გზას დავადექი და არ გავბოროტდი. ნატურა უფლის გზა, სიყვარული და სიკეთე. აი მე არ გავბოროტდი, მიუხედავად ძალიან დიდი დარტყმები მივიღე, მაგრამ მე კი არ გამაბოროტა, ამან პირიქით უფრო მიყვარს ყველა ადამიანი და ყველა ქალბატონო მანანა, გარდამტეხი მომენტი რომელი იყო ყველაზე მეტად გამოცდილება ცხოვრებისეული, სადაც მიხვდით რომ უკვე შემდგარი ხართ და ხართ მანანა თოდაძე. აი ის გარდამტეხი ყველაზე დიდი გამოცდა ცხოვრებისეული რა იყო? აი ეს მომენტი იყო ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი საქართველოსთან გამგზავრება და აი ყოველ ღამე სიზმარში რო თბილისს ხედავ და ყოველ ღამე რო თბილისის ქუჩებში დადიხარ. აი საოცრება იყო ხალხო, დღესაც ისევა რომ ვიძინებ, ნუ ხო სიზმარას მეძახიან, სულ სიზმრებს ხედავ. 2 წუთით რო დავიძინო, სულ სიზმარში ვარ. და ესე იგი აი ნუ ისე მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და აი სხვანაირად მინდოდა დაბრუნება, შემდგარი უკვე ძლიერი მანანა, მე გავძლიერდი. აი ამ განსაცდელმა ძალიან გამაძლიერა და მადლობელი ვარ უფლისა. სიზმრები თუ გიხდებათ, სიზმარას თუ ხდება სიზმრები. ან თუ დაურეკავს ვინმეს მანანა სიზმარში ეს ვნახე და ხო არ იცი რა არის. ახსნა. კი, ახსნა ვიცი სხვათა შორის, კი, ვიცი ახსნა და მე რეკლამაზე უნდა კითხოთ ერთი რაღაც. კი ბატონო. არა, სიზმარი სასწაული, აი ერთი წუთიც რო დამეძინოს, მაშინაც სიზმარს ხედავ. ყველა სასაცილო იცი რა არის. დავუშვათ გამეღვიძა, ხო? დამეძინება და იგივე სიზმარში ვაგრძელებ კი მაქვს. და ყველა სიზმარი გახსო? არა, ნუ ყველა ახლა მნიშვნელოვანი სიზმრები რა თქმა უნდა მახსოვს, მაგრამ მინიშნებებიც მაქვს ხომ ეს სიზმარში. მართლა და აი თუ მოხდა რომ აგიხდა, აი რაღაცა იცი, ამიხდა, აი დავუშვათ სიზმარში წინასწარ ხედავ რაღაცას, რომ გავიღვიძებ ერთ-ორ დღეს შეიძლება ის სიტუაცია მოხდეს. იგივე რასაც ხედავ თუ? მე ხო, რასაც ხედავ და ამიტომ მე უკვე აღარ ნერვიულობ, აღარ განვიცდი, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ქალბატონო მანანა, აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს ვინმეს აზრს ითვალისწინებ თუ სიზმარში მინიშნება მოდის. აი სიზმარს რამდენად აქცევთ ყურადღებას ამის გაგება მინდა. ყოფილა რაღაც გადაწყვეტილების წინაშე მდგარ ხართ და სიზმარი გინახავთ. თუნდაც მინიშნებით. ეხლა სიმართლე რომ სიზმარი მაინც სიზმარია, მაგრამ მე როდესაც გადაწყვეტილებას ვაპირებ რომ მივიღო გადაწყვეტილება, მე საკუთარ თავში ვიკეტები
ანალიზს უკეთებ ყველა სიტუაციას, ყველა მდგომარეობას და მე თვითონ წყვეთ. კი, რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით მოვისმენ გარეშე ადამიანების აზრს და მე შემიძლია საერთო რაღაცა დასკვნა გამოვიდანო. მაგრამ მაინც ჩემებურად, იმიტომ რომ ეხლა თან თევზები ვარ მე და ინტუიცია მე ცოტა ძლიერი მაქვს და ამიტომ ყოველთვის ჯობია საკუთარ ინტუიციას დაუჯერო და შინაგან სამყაროს დაუჯერო. აი ნახე შინაგანი სამყარო და მეთანხმებით რომ ტელემაყურებელს დამეთანხმება როდესაც ქალბატონი მანანა არის სტუმრად სიმშვიდეა რაღაცა ბედნიერება მოაქვს არასოდეს არ გამოდიხარ მდგომარეობიდან აი არ ყოფილა რომ ან რაღაცა ისეთ ცუდ პერიოდში რომ აღარ შემიძლია რაღაცა ემოცია წამოსულა დიდი ხმამაღალ ტონში გითხრათ რამე აი გიყვირიათ ხო არა როგორ არა არის რართული წარმოსადგენია ჩვენთვის ვერ აღიქცეს მართლა არა ეხლა ესე თქვა შემიძლია ერთი წუთი რაღაცა უწევ ავყვი და მეორე წუთში აღარ მახსოვს არაფერი ყოფილა რა შენ თავზე გაბრაზებულ ხარ აი მანანა გაბრაზებულა თავის თავზე და უთქვას რომ ეს ყველაფერი ემოციები იცი რა თქმა უნდა მაგრამ მე ვცდილობ ყოველთვის რომ ეს ჩემი ემოცია სახლში შევბოჭო და არავის არ დავანახო იმიტომ რომ რატო უნდა ნახოს გარეშე პირმა ადამიანი რომელიც სიხარულით სიყვარულით ხდება ქუჩაში მე ვაჩვენო ჩემი გაბრაზება და ჩემის არა სიბრაზე არა მაქვს მე საერთოდ არ მწყის ადამიანების არაფერი იცი შეიძლება ხა ყველა შეგვეშალოს რაღაცა და ამიტომ მე ცოტა იოლად უყურებ მაგ მომენტს მიხვდი თქვენ მიმტევებელი ხართ როგორ იცი რა საქმე იმაშია რომ სამწუხაროდ ბევრ ადამიანს საკუთარი თავის კონტროლი უჭირს აი ეს უნდა გამოიმუშაო ხალხო როცა გაბრაზდები აი სულ ჩემშვილებსაც ვეუბნები აი რო გაბრაზდებით ან მამაო ჩვენო წაიკითხე გულში იმ წუთში იცი როგორ გაწყნარებს ან დაიწყე დათულად ხო ვეუბნები ხო 1-2-3 გულში ითვლი და იმ წუთში სიბრაზე გარბის მიდი სადღაც სიბრაზე ხო მაგრამ ეს რთულია ქალბატონო მანანა არ არის რთული აი ტვინი რისთვის აგაკ ადამიანი იცით რა არის ძალიან რთულია გაბრაზებული რომ ხარ რაღაც ემოციაში ხარ რაღაცა დაუშვათ პირობითად ვამბობ გაკადრეს და უცებ 1-2-3-4 აი ეს არის წარმოუდგენელი თან სახიობები ვარ და მართლა ვამბობ აი უცებ ყვირი ჩხუბობ და 1-2-3-4 ან მამაო ჩვენ არა არ უნდა იჩხუბო კაცო მაგაშია საქმე ჩხუბამდე არ უნდა მიიყვანო შენ თუ იჩხუბე მე რაღაცა 1-2-3-4 რა გეჩხუბე და 1-2-3-4 ხუთი და შენ რო უყურე იცი რა მაინტერესებს კი ბატონო მაგარი არავინ არ გეჩხუბება გარშემო ყავთ არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე მაგრამ მოდი თქვათ რომ ქუჩაშიც აგრესია წამოვიდა ბოლო პერიოდში აი როგორ აკეთებ რომ მოდის ქუჩაში ადამიანი ბედნიერი მანანა თოდაძე და რაღაცნაირად აი მაინც ცოტა აგრესიულ სახეებს ხვდებით ხო არა აი დედას ფიცა ვარ მე გაოცებული ვარ და გაკვირვებული ვარ რომ ქუჩაში აი მე არ მახსოვს ჯერ ვინმე მოხუშული პირიქით ვაიმე მანა შეიძლება შეგეხოთ მოდი გაკოცა სულ მე ხვევია მკოცნია და აი რანაირად შემილია ხა იმ ადამიანებზე რაღაცა ვთქვა რომ მეტყველდეს ენა არა გამორიცხული ვარიანტია იცი რაშია საქმე ადამიანზეა დამოკიდებული შენ თუ მე არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს როგორ მე რო ქუჩაში გამოვდარ ის არის ჩემი მე საქართველოს ვიზაღი დიდ ოჯახს ჩემ ოჯახში გამოვდივარ მე და ადამიანი რომ ხვდება მე იმას ის ჩემია მიყვარს მოვეფერები გამოველაპარაკები რამდენჯერ მიჭორავია 15 წუთი უცნობ ადამიან მოსულა იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის საუკეთესო ნამდვილად როგორც მოექცევი როგორც სიყვარულს გზნობენ ფლუიდებს გზნობენ სიყვარულის ხო როგორც მოექცევი ისე მოგექცევა ყველა ალბათონო მანანა თქვენი ცხოვრება რომ შედგა ეს უდავოა და რა თქმა უნდა ამას ჩვენ კი არ მსულიად საქართველოს აფიქსირებს და ამტკიცებს კიდეს მაგრამ არის თქვენი საოცნებო ცხოვრება ეს რასაც ეხლა თქვენ ცხოვრებას უყურებთ თქვენი ცხოვრებით თავისთავად დარწმუნებული ხართ იცით რა როგორანაირად ეს არის თქვენი საოცნებო ცხოვრება? იცი სამწუხაროდ საოცნებო ეს ცხოვრება ძალიან მადლობელი ვარ უფლის ეს ცხოვრება რომ აქვს მაგრამ მე უფრო დიდი მომავალი მქონდა ეთყობა იმიტომ რომ საოცარი მოწვევები მქონდა მე შეიძლება დღეს მსოფლიო დონეზე გავსულიყავი ისეთი მოწვევები მქონდა გერმანიაში რომ გავიმარჯვე იმის მერე ძალიან დიდი ის მივიღე წინადადება ტურნე მთელი მსოფლიოს გარშემო ოღონდ გერმანელები იღებდნენ გერმანიაში გავიმარჯვე მაშინ და გერმანელები იღებდნენ თავის თავზე
რეჟისორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ აი მაშინ იყო ზუსტად აი ეს განსაცდელი რომ დამემართა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის კეთილმა ადამიანებმა ჭყალში, რომ მე არ წავსულიყავი. ხო, უკაცრავად შეიძლება ეს ჩვენი ბრალია რა მოხდა, ანუ არა, მაგას მე ვერ მოვყვები და ისე რომ მიგვანიშნოთ. არა, რას მიგანიშნო? არ უნდათ რომ წავსულიყავი. ხელი შეგიშა. კეთილი სულ გასაგები. როგორც ხდებოდა ხო? როგორც ხდებოდა, მით უმეტეს ხარ, როდესაც გავიმარჯვე, ევროპიდან მოდიოდა ძალიან ბევრი მოწვევები, მაგრამ ჩემამდე მოდიოდა, როდესაც ვადა რო ქონდა გასული უკვე იმას. მოწვევი, მაშინ არ იყო ეს მობილური ტელეფონები, სამწუხაროდ, ვერ მიკავშირდებოდნენ, ან პოსტით აგზავნიდნენ, ან ხო და ხო ხდებით არა და აი ეს მომენტი იყო ჩემთვის ყველაზე რთული, ყველაზე აი ისა მოკლედ მე ფიქრობ, რომ ძალიან დიდი რამე დავკარგე მაშინმე, იმიტომ რომ მე შეიძლებოდა უფრო მეტი გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის და მე ამაყა საქართველოს ადამიანებსაც მიუტევ აი ხო იცით რა თქმა უნდა მე მგონია რომ დღეს თქვენი ცხოვრება შემდგარია და სწორედ იმ ადამიანების ცხოვრება არის შემდგარი ვინც თქვენ ხელი შეგიშალათ მე ასე მგონია და ყოველ შემთხვევაში ჩვენთან უნდა ყოფილიყავი საქართველოში ნამდვილად ჩვენი მარგალიტი არა რა თქმა უნდა მე საქართველოში ვიქნებოდი ყველა ვარიანტში მაგრამ წავიდოდი ჩამოვიდოდი, ჩამოვიდოდი. ეგ არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ეხა გეტყვით, მე არასოდეს ადამიანი როცა დამიშავებს, მე იმას სუც ვერ უსურვებ. ვერასოდეს მე ყოველთვის ვამბობ, უფალი დიდია და უფალმა იცის რა უნდა გააკეთოს. მე არ შემიძლია უფლება არა, ან დავწყევლო ვინმე, ან რაღაც არაფრით არ შემიძლია, იმიტომ რომ მე დედა ვარ, შვილების პატრონი, შვილიშვილების პატრონი და მე საერთოდ უფლება არ მაქვს, წევლის უფლებაც არ მაქვს. ამიტომ თუ რაღაცას მიშავებდნენ, ეხლა აღარ მიშავებს, აღარ კიდე გაი არაფერს. მიშავებდნენ მე ჩუმდებოდი და გავდიოდი გვერდზე და არასოდეს არ მიყვარდა საქმის გარჩევა. თქვენ გაქვთ ერთი უფლება და ვალდებულება რომ იცოცხლოთ დიდხანს, იყოთ დიდხანს სცენაზე, გვანებივროთ თქვენი სილამაზით, თქვენი სიმღერით, თქვენი ამ მოკრძალებით, ფანტასტიკური სამყაროთი რომელიც თქვენ გაქვთ და მოგაქვთ თითოეულ ადამიანთან ფანტასტიურად და ზუსტად თითოეული შეხვედრა მანანასთან არის ერთი დიდი სკოლა. ერთი დიდი სკოლა და კიდევ ერთხელ ხვდები რომ ცხოვრება არის ძალიან მშვენიერი და უფლის გზა რომელსაც მანანა ადგას სიყვარულის და შენდობის და სიკეთის არის ყველაზე სწორი. და კიდევ ერთხელ ვიტყვი და მე ამას ყოველთვის ვამბობ, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს მანანა თოდაძე იждდებოდა ჩემს გვერდით და აი ესე შევეხებოდი და ვიტყოდი რომ მანანიკო მაგამის უფლება რომ ესე დაუძახო ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება სცენაზე უყურებდი და რაღაცა ჩემთვის იყო მიუწვდომელი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ არსებობ. მადლობა თქვენ. მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ახართ და კიდევ ერთხელ იქნებით ჩვენი სტუმარი. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენ რომ ხართ. ახლა გავიდეთ რეკლამაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით.